15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სიახლეები, ცვლილებები, ემოციები და მონატრება მუდმივად ახლავს სასწავლო წლის დაწყებას და ამ მხრივ არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი. წელს 200-მდე პირველ კლასელმა პირველად შეაღო დევნილი საჯარო სკოლების კარები. აფხაზეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლას სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რომლებმაც სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს და ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. დღევანდელ დღეს ულოცავ ყველა მოსწავლეს, ყველა მშობელს, ყველა პედაგოგს. მე მინდა განსაკუთრებულად მეულოცო დღევანდელი დღე აფხაზეთის საჯარო სკოლებს და არა მხოლოდ საჯარო სკოლებს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულ 31-ვე სკოლას, სადაც პედაგოგები და მოსწავლეები მშობლებთან ერთად იღწვიან იმისათვის, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ უკეთესი მომავალი, იბრძვიან და იღწვიან იმისათვის, რომ თითეული ახალგაზრდა თავისი ნიჭიერებით, თავისი შესაძლებლობებით იყოს ამ ქვეყნის ღირსეული შვილი. 13 საჯარო სკოლა არის აფხაზეთის. 13-ვე საჯარო სკოლაში, რა თქმა უნდა, ისევე დაიწყო ახალი სასწავლო წელი, როგორც სხვა დანარჩენ სკოლებში საქართველოს მასშტაბით. აფხაზეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლა ბევრი სიახლით შეხვდა ახალ სასწავლო წელს. დევნილ მოსწავლეებს სკოლაში განახლებული ინფრასტრუქტურა და საზეიმო გარემო დახვდათ. პირველკლასელებს დედაენა და ნეტბუქები გადაეცათ. ძალიან მიხარია, რომ სკოლაში მოვედი. ძალიან კარგია სკოლა, ბევრ რამეს ვისწავლი და კიდევ გავერთობი. სოხუმიდან ვარ. მოგწონს სკოლა? კი, ძალიან მომწონს, გავერთებისთანაც და ვირბენ. დავწერ და დახატა. მე მინდა რომ ვისწავლო კარგად, ვიყო ბედნიერი, ჯანმრთელი და ეცთავარია განათლებული. ძალიან მიხარია სკოლის დაწყება, ყოველს მინდა უსურვო წარმატებები და წინსვლა, რა თქმა უნდა. სკოლა დამხვდა შეცვლილი და განახლებული. ძალიან მიხარია და ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის. ულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს უსურვებ წარმატებებს. მე მჯერა და მწამს, რომ ახალი სასწავლო წელი იქნება უფრო წარმატებული ვიდრე განვლილი წლები. სკოლა ხვდება ახალ სასწავლო წელს გამართული ინფრასტრუქტურით, წიგნებით, ბუკებით. ტრადიციის სამებ მოსწავლეებს, პირველკლასელებს ბუკები გადაეცემათ, წიგნები გადაეცემათ. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი და აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რაც ჩემთვის ძალიან საამაყო და სასიამოვნოა. მოგეხსენებათ, საქართველოში ამოქმედა მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემა. ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგი ჩართულია ამ სქემაში და მეცაც გეტყვით, ჩვენი სკოლის 22 პედაგოგიდან 11-ს უკვე მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება ვფიქრობ, რომ არის აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში აფხაზური ენის სწავლების დანერგვა. ამ კუთხითაც მიდის მუშაობა მასწავლებლის გადამზადებას გულისხმობს. შარშან ჩვენთან საპილოტეთ ისწავლებოდა ეს საგანი, არჩევით საგნად. მე-10 კლასში, წელს უკვე მე-11 კლასში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი სამეგრელოს რეგიონში მდებარე აფხაზეთის ნომერ 1, მე-7, მე-11, მე-12, მე-14 და მე-15 საჯარო სკოლებს ეწვივნენ და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სასწავლო წლისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. მახარებს ის, რომ საოცარი ბავშვები ეძება ჩემს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, ეს ის თაობა, რომელიც ჩვენ შესტომებს გამოასწორებს. ჩვენ ერთად, აფხაზები და ქართველები, ავაშენებთ ძლიერ საოცარ კარგ ქვეყანას, სადაც ეცხოვრება აფხაზ, ქართველ და სხვა ეროვნებას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოში ცხოვრობს. მთავრობის წევრებმა სამეგრელოს რეგიონში მოქმედ სკოლებში განახლებული და გარემონტებული სასკოლო ოთახები დაათვალიერეს და ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. მოსწავლეებმა ქართულ და აფხაზურ ენებზე ლექსები წაიკითხეს და სიმღერებიც შეასრულეს.